კი გაღუნეს ტვინი პროჭორულელებმა გეორგიევსკის ტრაქტატის ქებადიდებით ახლა, მაგრამ ხომ იცით, მაინც კოცები არიან და მაინც ისე ვერ შვებიან, როგორც საჭიროა. ესაა ვაშე გადაცემა. გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის თავის აღნიშვნის არქივით. ტრაქტატის გაფორმებით, უნდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველოს პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო. ამ პროჭორულელებმა თავისი ხვარიციან, რატომღაც არც ხვისას ასწავლობენ. არადა ამ საქმეში მასწავლებელი და სახელმწიფო განსაძებარია. კვლავ შემოდგნენ მეციხოვნენი ერეკლეს ბურთზე. დაჰკრა დაფმა და ნაღარამ. ისევ გაისმა კიჟინა და შეძახილები, არა ბრძოლისა და მტერთან შებმისა, არამედ საუკუნო ძმობისა და მეგობრობისა. ზარზე იმით მობძანდა მარადიული დღესასწაული ერეკლეს ქალაქში, თელავში და განახლებულმა, აყვავებულმა, ამაღლებულმა, შემოდგომის ოქროსფერებით მოხატულმა კოპწია ქალაქმა ფართოდ გაუხსნა სამასპინძლო კარი სასურველ სტუმრებს. 2 საუკუნის წინ ფიცის წიგნით შეკრული უფროსი ძმებისა და დების წარმოგზავნილებს, რუსეთის SPSR დელეგაციის წევრებს. აი ეს მესმის, აი ეს არის კლასი. ტრაქში ძრომის თავზლაბს დასხმის, საკუთარი ერისა და ისტორიის გაბეთურების. არა, განა ეგენი კოლექტიურ კობახიძეს არ შეუძლია და მე როგორ. ნიჭერი მოსწავლეა, როგორც დიუსელდორფელი პროფესორები იტყობებიან. მაგრამ არ იცის ვისგან ისწავლოს. ვისგან და მამა-პაპისგან. გავკვეთილი პირველი. სიტყვა რუსს ვანაცვალებ ტერმინით უფროსი ძმა და ჩვენ ავტომატურად უმცროსი ძმები გამოვდივართ. მადლიერები რომ უნდა ვიყოთ, თუ მაგიდასთან მიგვიშვეს და რაღაცა ორი ლუკმა გადმოგვიგდეს. გავკვეთილი მეორე. ვაბრუნებთ ხელოვნების ამ დიდებულ ძეგლს თავის ადგილას, თბილისის შემოსასვლელში. აზრი, რომელიც საფუძვლად დაუდო ამ მონუმენტურ კომპოზიციას, მისმა ავტორმა, მოქანდაკე წერეთელმა, მარტივი და ნათელია. როგორც შეუძლებელია ღუზის ჯაჭვი რგოლების გათხვეტა, ასევე ურღვევია რუსი და ქართველი ხალხების მეგობრობაც. და კიდევ რამდენი რამის გაკეთება შეიძლება? აი, რამხელა კრეატიულობის გამოვლენა, როცა გეორგიევსკის ტრაქტატს მივესალმებით, ძველსა თუ ახალს. ვისწავლო წინაპრებისგან, როგორ ატარებდნენ მაგალითად შეჯიბრს ყველაფერში და ამ ყველაფერს სწორედ უფროს ძმასთან დადებულ ხელშეკრულებას როგორ უძღვნდნენ. ხომ გაინტერესებთ, ვინ გახდა ამ შეჯიბრის გამარჯვებული? ვინ რომელ კატეგორიაში არ დაუდო ტოლი არავის? მოემზადეთ ამას აქ და ახლა მოგიყვებით. თქვენ რომ მოხერხებულად მოეწყობით მერე. მაშასე მებოსტნეობის ხაზით საქართველოს მასშტაბით გაიმარჯვა კასპის რაიონის სოფელ ჭალის სტალინის სახელობის კოლმეურნეობამ. მეკარტოფილეობაში ბადალი არ ყოლია ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკის ოქტომბრის მე-40 წლის თავის სახელობის კოლმეურნეობას. ჯანმრთელობის დაცვის ხაზით კი ქუთაისის საავტომობილო ქარხნის სამედიცინო სანიტარულ ნაწილს. ცეკავშირის სისტემის ხაზით სოციალისტური შეჯიბრის გამარჯვებული გახდა ჩხოროწყუს რაიონული საზოგადოება, ხოლო დამზადების სამინისტროს ხაზით ნავთლუღის პურპროდუქტების კომბინატი. გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის თავის აღსანიშნავად ნაკისრი გეგმებისა და სოციალისტური ვალდებულებების შესრულებაში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის დიპლომებით დააჯილდოვეს. ზესტაფონის სფერო, საწარმოო გაერთიანება საქვინ მანქანა, რუსთავის ამთესაშენებელი ქარხანა, ფოთის საოკეანო თევზჭერის სამმართველო და სხვა საწარმოები. საოკეანო თევზჭერა ხო გაიგეთ? აი, ეგ არის ასახორძინებელი ფოთში. შავ ზღვაში მაინც არაფერი გვესაქმება, სულ თურქებს მივყიდეთ ყველა ლიცენზია და გავიჭრათ აწი ოკეანეებში. გავამრავლოთ სახალხო დოვლათი. გუხარეტაში მადლობა. ტრაქტატს ხელი ძველი სტილით 24 ივლისს მოეწერა, მაგრამ 200 წლის თავის აღნიშვნა შევარდნაძემ რატომღაც შემოდგომისთვის გადაიტანა. პრინციპში გასაგებია, შეწუხდებოდნენ ახლა ივლისის ხვაჩი უფროსი ძმები. ოქტომბერი კი დიდებული დროა. ჭამესვი, იზეიმე. აი, ზუსტად იმისთვის ჩამოიყვანა სტუმრები რუსეთიდან. თან თბილისობა დაამთხვია და რუსეთის კულტურის დღეები მოაწყო. მსახიობები, პოეტები, მუსიკოსები. თვით ალა პუგაჩოვაც კი, რომელსაც გაზეთ კომუნისტში, მაშინდელ მთავარ გაზეთში, აი ასეთი პატარა ფოტო და ამბავი ერგო. არ გაიკვიროთ. აგერ ხომ წერია პუგაჩოვი იყო მხოლოდ დამსახურებული არტისტი. ხო და მეტი არ ეკუთვნოდა. აი სახალხო არტისტი რო გახდა, მერე ფოტოც გაუზარდეს და გაზეთების პირველ გვერდზეც გადმოიყვანეს. მაგრამ იქამდე ჯერ შორი იყო. ახლა რაღაც უნდა ვთქვა და თუ შეგიძლიათ რომ რამენაირად ციწმიდათა დამცველი სპორტსმენები და ვაჟკაცები მოაცილოთ ეკრანებს. ვერ გაიგებენ, იფიქრებენ მე ვუგონებ ნოდარ დუმბაძეს. არადა, მაგერაა დოკუმენტი. გაზეთი კომუნისტი. სოფლიო ლიტერატურის ისტორიამ დრემდე არ იცის უკეთესი და უფრო უანგარო მაგალითი ძმობისა, ურთიერთშემოქმედების პატივისცემისა და დაფასებისა, როგორიც რუსულმა და ქართულმა მწერლობამ და ყოველივე ამას ღრმა ფესვები აქვს.
ასე უთხრა რუს მწერლებს საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ლენინური და რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატმა მწერალმა ნოდარ დუმბაძემ. კაი, არ გაგიკვირდეთ. მაშინ ეს საყველპურო ქართული იყო. ყველი და პური თუ გინდოდა რა თქმა უნდა. ხოლო თუ არ გინდოდა პური ყველი, მაშინ მხოლოდ დისიდენტობის გზა რჩებოდა, რომელსაც ძალიან ცოტა დაადგა. დანარჩენები რაღაცნაირად ეგუებოდნენ. აი, ასე ლაპარაკობდნენ. წარმოიდგინეთ, რომ მუშაობთ სტალინის სახელობის ელექტროვაგონ შემკეთებელ ქარხანაში. 83 წელია, თორემ ახლა ნინო წილოსნისა ეგ ქარხანა. და ერთ დღეს გიცხადებენ, რომ თქვენი ურო და რაზოდნოი ключი უნდა შეინახოთ და ეზოში დამწკრივდეთ საამქროების მიხედვით. გაისმა ტაშის გრიალი და შეძახილები. სალამი საბჭოთა რუსეთის წარმოგზავნილებს. გაუმარჯოს ჩვენი ხალხების საუკუნოვან მეგობრობას. დაე, მუდამ მტკიცდებოდეს დიადი, ქვეყნის ხალხთა მეგობრობა. იკარუსებიდან რუსეთის ლიტერატურისა და ხელოვნების წარმომადგენლები გადმოდიან. ბავშვები მათ ცინცხალ ყვავილებს თავაზობენ. მეგობრები ერთმანეთს ხელს ართმევენ, ეხვევიან. სტუმრები საწარმოს საამქროში შედიან. თვალყურს ადევნებენ ვაგონების აწყობის ტექნოლოგიას. მიესალმებიან მუშებს. რუსი მწერალი რომ იყოთ და გითხრა, აქ ოდესღაც მაქსიმ გორკისაც უმუშავეაო. ხო, ერთი სული გექნებათ გაეცნოთ ელექტროვაგონების აწყობის ტექნოლოგიას. აბა, იმათაც ძალიან დიდი ინტერესი დაათვალიერეს ყველაფერი. შემდეგ კი სააქტო დარბაზში, პრეზიდიუმში მოკუჩდნენ და იყუჩეს. მიტინგს ხსნის ქარხნის დირექტორი ჯაბაური, რომელიც მოგლედ აცნობს ძვირფას სტუმრებს საწარმოს შესანიშნავ წარსულს. ესაუბრება მის აწმყოსა და მომავალზე. ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციულ წრეებს, იმპერიალიზმს არ ასვენებთ საბჭოთა ხალხის უდიდესი მონაპოვარი, მეგობრობა. ვერ მოუნელებიათ, რომ ჩვენ ძმურ, ერთ ოჯახად ცხოვრობთ და ომით ვერ შეგვაშინებენ. მათ ხრიკებსა და გამოხდომებს მტკიცენების ყოფას, მეგობრობის ნაცად ფარს დაუპირისპირებთ. ირაკლი კობახიძის გეფიცებით არაფერს ვიგონებ და არაფერს ვამატებ. სიტყვით ასე წერია გაზეთში. რუსეთის ყმობა რომ რეაქციული ამერიკის კბილების ღრაჭოს გამოიწვევს, მაგრამ ფეხებსაც ვერ მოგჭამს, რა თქმა უნდა, რა კი რუსი გიცავს. აი, ეგ უნდა ჩაიჭედოს ყველა საბჭოთა თავში, ყველა ქართულ საბჭოთა თავში, ყველა ქართულ ქოცურ თავში. 1983 წელსაც და 2026 წელსაც. ეს იყო ვაშაგადაცემის ტრაქტატული გამოშვების პირველი ნაწილი. ხვალ იქნება მეორე. სხვა საინტერესო საარქივო მასალით. არ გამოტოვოთ და არ გადართოთ. რას დავიდით? იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემა.